1399 წლის ზამთარში კახეთის დარბევისა და მოთარეშების შემდეგ თემურლენგი ყარაბაღის ბანაკში დაბრუნდა და ნაძარცვის სურსათით ჯარი გამოაზამთრა. იმ დროს მისი სპარსულენოვანი ისტორიკოსი ნეზამადდინი წერდა: მდელოს ნელსაცხებელთა სავანიდან გაზაფხული სურნელოვანმა სიომრო დაჰბერა, თემურმა სარდლების, ნოინების და თავკაცების ყრულტაი მოიწვია და ისევ საქართველოზე ლაშქრობა დაადგინაო. ყველა მეომარს ცხენები დაურიგა, სურსათ თაღარი გაანაწილა, საჩუქრები გასცა, მარშრუტები მონიშნა და ქვიშასავით ურიცხვი ურდოები საქართველოსკენ დაძრა. მანამდე 6 შემოსევის დროს თემურლენგის არმია ასეთი ძლიერი არც ერთხელ არ ყოფილა. იდგა 1400 წლის გაზაფხული. ასეთ ძალაზე მდგარ თემურლენგს ეჭვიც აღარ ეპარებოდა იმაში, რომ ქართულ სახელმწიფოს საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს და მასთან ომში ჩაბმული ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა უსიტყვოდ მიიღებდა ისლამს. ასე გაითქვეფებოდა ერთხელ და სამუდამოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია მის უზარმაზარ სახელმწიფოში. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ძლიერი არმია ჩვენ საზღვრებთან მანამდე არასოდეს მდგარა და არც თემური გავდა სხვა მტერს. სათვალავი არა აქვს მტრის რუდოებს მეფეო. ლენგი პასუხსელის. ცოტა მეფე თუ აღმოჩენილა ჩვენს ისტორიაში ისეთი მძიმე განსასწრების წინაშე, როგორც გიორგი მეშვიდე. თემური მისგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა. მე ვარ მეფე შენი და მოვედ ჩემდაო. თანაც უთვლიდა, აი ის ალინჯის ციხიდან განთავისუფლებული თავრიზის უფლისური თაჰერ ჯალაირი რო გყავს შეფარებული, ჯერის გამო მიგზანეო. რაზედაც გიორგისგან უყოყმანო პასუხი მიიღო. არა წეს არს ბაგრატიონთა შემოხვეწილის კაცის გაცემაო. ჯარების სინაჩარისა, ხორეზმისა, ჩინეთისა, კომანეთისა, ავღანისა, ნახრუეთისა, მავარანაჰარისა. საერთოდ გიორგის დანებება იმიტომ ნიშნავდა ქვეყნის აღსასრულს, რომ ის უკვე ქცეულიყო კავკასიელი ხალხებისთვის ლანგის წინააღმდეგ ბრძოლის დროშად და სიმბოლოდ. არადა მის წინაშე ორი საბედისწერო გამოსავალი იდო. ან მორჩილად უნდა დამხობილიყო თემურის წინაშე, რაც ქრისტიანობაზე, ანუ ქართველობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ან არადა უთანასწორო სამამულო ომით დიდი მსხვერპლის ფასად დაეცვა ქვეყანა ზღვადმოსული მტრისაგან, ვის წინაშე ქედის მოხრასაც ამ მიწაზე მომთაბარე ტომების შემოსახლება, მიწათმოქმედების კულტურის განადგურება და ქართული ეთნოსის გაქრობა მოჰყვებოდა შედეგად. გიორგი მეშვიდე რაინდული სიმშვიდით შეხვდა განსასწელს და როდესაც თემურლენგის მიერ მოტანილი უსტარიდან ვეზირმა აურაცხელი ურდოების ჩამონათვალი წაუკითხა, მეფისგან ასეთი პასუხი მიიღო. გესტანისა, ერაყისა, გურგანისა. მოხსენდეს ხეიბარ თემურს, რომ მე მასზე უმცირესი მეფე არ ვარ. არც ძალუს ჩემი ქვეყნის ამოგდები. და თუ აქამდე მრავალი ჭირი მოუყენებია, არც ჩვენგან წასულა უნებელი. ხმალმა გაგვასწოროს. ამ პასუხით გაცოფებული თემურის რეაქციას ასე გადმოგცემს მისივე ისტორიკოსი შარაფ ად-დინ ალი-იეზდი. მისი უდიდებულესობის მძვინვარების ალი კიდევ უფრო აბრიალ და
იმ ავისმქმნელი ურწმუნო გიორგის გულადობის გამო და ძლევამოსილ ჯარს უბრძანა, რომ საქართველოს შესეოდნენ, რათა ბოროტ და ცდომილ ხალხზე მკლავი აღემართათ საღვთო ომით, მათი საცხოვრებლები გაენადგურებინათ, ხეები და ყანები კი ძირიანად მოეთხარათ. ქართველებმა ხალხი მიუვალ მთებსა და კლდექვაბებში გადამალეს. ციხესიმაგრეები საგულდაგულოდ გაამაგრეს. ერთი სიტყვით დაიძრა ლენგი, დაიძრა გიორგი მეშვიდეც. დარიალიდან გამოიყვანა ოვსნი და კავკასნი, თან ახლდნენ ამერნი და იმერნი და მესხნი და სრულიად საქართველო და ეწყუნენ ერთმანეთსო, ასე გადმოგცემს ქართლის ცხოვრება. იქმნა ბრძოლა ძლიერი და იყო ქარი ძლიერი და აყრიდა მტვერსა, პირში ლაშქარსა, ლანგ თემურისასა. გამხნევდეს ქართველნი და მიეტევნეს ვითარცა ცეცხლი თივასა და ამოსწყვიტეს სპანი მრავალნი ლანგ თემურისანი. ასე ძლიერ არმიასთან გენერალურ ბრძოლაში საბოლოოდ გამარჯვება რო არ ეწერა. ქართულ ჯარს კარგად იცოდა გიორგი მეშვიდემ. ეს იყო ტაქტიკა მტრის მოქანცვის და დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს დანებებას არ აპირებდა. დღეს ჩვენში ხშირად აკრიტიკებენ გიორგი მეფეს იმისათვის, რომ მხოლოდ ბრძოლის გზა აირჩია თემურთან და არავითარ კომპრომისზე არ წავიდა. ამის მიზეზი ისევ ჩვენში უნდა იყოს. მას შემდეგ 600 წელიწადი გავიდა. 600 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მუდმივად ჩართული იყო მტერთან ბრძოლებში, მეზობელ იმპერიებთან, უმთაბარეებთან. ყოველი თაობა რაღაცას კარგავდა ამ ორ ომტრიალში. ბოლო 2 საუკუნე სხვის იმპერიაში ვცხოვრობდით, სხვა ქვეყნის ნაწილი ვიყავით და ჩვენი აზროვნება ცოტა არ იყოს ნაზარცვია. სახელმწიფოებრივი აზროვნება დღევანდელი ჩვენი იმ საქართველოს სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან ცადა დედამიწასავით განსხვავებული. არადა გიორგი მეშვიდე გიორგი ბრწყინვალეს შვილთაშვილი იყო და საკმაოდ ძლიერ ქვეყანას ედგა სათავეში. თანაც ზურგს ერთმორწმუნე ჩრდილო კავკასიელთა სამხედრო ძალა უმაგრებდა. აი ასეთ თავისუფლებას შეჩვეული და ძლიერ სახელმწიფოში აღზრდილი თაობა ვერაფრით ვერ შეეგუებოდა საკუთარი მიწის და სარწმუნოების დათმობას და მათ ყოველივე ამის დათმობა სიცოცხლის დათმობა ერჩივნათ. ძალიან კარგად აღწერს იმ დროინდელ საქართველოს თემურ ლენგის ერთ-ერთი მემატიანე იბნ არაბ-შაჰი, რომელიც თავისი კოლეგებისგან ობიექტურობით გამოირჩევა. მისი ტექსტი ასე გვესმის. მათი სამეფო მართალია დიდი არ არის, მაგრამ საუკეთესოდ არის გამაგრებული ციხესიმაგრეებით, მთებით, ხეობებით, უფსკრულებითა და კლდექვაბებით. ყოველივე ამათი დაპყრობა კი ძალიან ძნელია მათი კეთილშობილ სულთან შერწყმული ბუნების გამო. ოდითგანვე მცირემიწიან საქართველოს არ ქონდა იმის ფუფუნება, რომ ქვეყანაში შემოჭრილი მტერი გრძელ მანძილზე შემოტყუებით მოექანცა. ჩვენი თავდაცვითი სტრატეგია მთაგორიან ლანდშაფტზე იყო მორგებული. მოხერხებულად ვიყენებდით ვიწრო ხევებს და უღელტეხილებს მტრის გასანადგურებლად. ასევე აურაცხელ ციხე კოშკებთან გამართულ ბრძოლებში დროს და ცოცხალ ძალას ვაკარგინებდით მოწინააღმდეგეს. გიორგიმ სწორედ ასეთი ტაქტიკური უკან დახევის გზა ერჩია. როგორც ჩანს, ბრძოლები ყოველი გოჯი მიწისთვის იმდენად მძაფრი იყო, რომ თემურის ისტორიკოსები პატარა გურჯისტანისთვის წარმოებულ ომებს უზარმაზარი ინდოეთის დაპყრობას ადარებენ, რომელიც 1 წელიწადში დააჩოქა ლენგმა. მტერი საქართველოში ქვემო ქართლიდან შემოიჭრა და
ყველა ციხესთან ბრძოლა გააჩაღა. შემდეგ თბილისი მოადგა. ქართველებმა ქალაქი გამაგრებული დაახვედრეს თემურს, მაგრამ ორმხრივი დიდი მსხვერპლის შედეგად თბილისი დაეცა. ლენგმა აქ ხორასნელთა რჩეული ძალები დატოვა და გორისკენ უკან დახეულ ქართველებს მიყვა. თბილისის აქეთ ციხესიმაგრეების დალეწვის შემდეგ თემურმა თავისი ბანაკი აი აქ მუხრანის ველზე დასცა და მთებში გამაგრებულ ქართველებს კბილი მოუსინჯა. სპარსულენოვანმა წყაროებმა შემოგვინახეს ვინმე ბურდიაშვილის გვარი მოღალატის, რომელმაც ტრის ჯარი ქსნის ხეობაში შეიყვანა. ლარგვისის მონასტრის მატიანე გვატყობინებს აი ამ ხეობისთვის გამართული ცხარე ბრძოლების შესახებ. გიორგი მეშვიდის უერთგულეს ერისთავს, ვირშელქვენიფნეველს ხალხი კავკასიონის მივალებისთვის შეუფარებია. თავისი და თავისი ჯარის ცოლშვილი ქნოღოს ციხისთვის, ხოლო თვითონ ბეხუშის ციხეში გამაგრებული. ხეობაში შესულ მტერს ლარგვისამდე მიუღწევია და მის ზემოთ ვიწროებში მოულოდნელად მოხვედრილა ვირშელერისთავის ხაფანგში. ქსნელები ზედიზედ ანადგურებდნენ ხეობაზე მოსეულ თემურის ახალ ძალებს, სანამ საბოლოოდ არ დაიფრინეს. ლენგი მიხვდა, რომ თებს ვერაფერს დააკლებდა და ახლა ძალები სამთავისის მიმართულებით გაუსია. აქ, როგორც სპარსულენოვანი წყაროებიდან ჩანს, მაშინ ამილახრობის დამბადებელი გვარი ზევდგინიძეების მამული იყო. შიდა ქართლის ციხეებისთვის გამართულ სისხლიან ბრძოლებს სწორედ ჯანიბეგ ზევდგენიძე მეთაურობდა, რომელიც საბოლოოდ თემურს ტყვედ ჩაუგდია ხელში. წყაროები აგრეთვე მოგვითხრობენ ლენგის მიერ აქ ქართველების ხელიდან დახსნილ მაჰმადიანებზე, რომლებიც როგორც ჩანს გიორგი მეფეს ყავდა დატყვევებული ნახჭევანში ლაშქრობის დროს. შიდა ქართლისთვის ბრძოლების შემდეგ თემურ ლენგი გორის ციხეს მოადგა. შარაფ ად-დინ ალიეზდი გადმოგცემს, რომ გორის ციხე შეყვარებულთა პირობასავით მტკიცე იყო. თემურმა დიდი მსხვერპლის პასად აიღო გორი და გიორგი მეფეს თავისი სარდლები გამოადევნა. რა აღარ იყონა, ერთგან მისი ამალის წევრებიც კი ჩაიგდო ხელში, მაგრამ ამაოდ მათ მეფის გაცემას უყოყმანო სიკვდილი არჩიეს. თემურის მაამებლობით დაკავებული სპარსელი ისტორიკოსები წერენ, გიორგი ის არ ნაკრავი ვეფხვივით ტყეღრეში დაძრწოდა. მეფე პარტიზანულად ომობდა და მტერს ყველგან მახეს უგებდა. დაცარელებულ ქართლის ველზე თემურმა ჯავრი ეკლესიებსა და შენობებზე იყარა. მაშინ ძირით ურთ აღმოფხრეს დიდი ეკლესია იგი რუისისა, საფუძვლით ურთ დაარღვიეს და არასა და დაშთა დაბანი და შენობანი მათ მიერ წარუტყვევნელად. ლენგმა თავის მეომრეს ბაღვენახება დაყვავებული მიწები დაუნაწილა და გააკაფინა. კლდის ასეთი სამალავები, რომლებიც დღესაც მრავლად გვხვდება საქართველოში, მეცნიერთა აზრით მეტწილად იმ ეპოქაშია გამოკვეთილი. აქ მოსახლეობა აფარებდა თავს. სპარსულენოვანი წყაროები დიდი მონდომებით ასხავენ ხოტბას თემურის ჯარისკაცებს, რომლებიც სამალავებში თავშეფარებულ ხალხს დაერივნენ. წყაროებიდან ისიც ჩანს, თუ როგორი სისხლის მღვრელი ბრძოლები იმართებოდა ყველა მათგანთან, სადაც ხელი მიუწვდა მტერს, ხალხი ან დახოცა, ან ტყვედ წაასხა. იმდროინდელი სომეხი მემატიანე, თომა მეწოფელი, რომელსაც თავისი თვალით უნახავს, თუ როგორ მიერეკებოდნენ ქართველ ტყვეებს, წერდა: უყურებდით დატყვევებულ ქრისტიანებს, გვესმოდა მათი გოდება. გვინდოდა შველა, მაგრამ არ ჰქონდა ძალა. იგივე მემატიანე გულის ტკივილით აღნიშნავს. ქართველებს, ვისითაც სომხები მაჰმადიანთა წინაშე თავს ვიწონებდით, ახლა ჩვენთვის აღარ ცალიათ. ეს ძამის ციხეა. ეს სიმაგრე მაშინ გიორგი მეფის სადგომად იქცა და აქედან ესხმოდნენ მისი მეომრები თემურის ურდოებს თავს. მის სიმტკიცეზე შარაფ ად-დინი წერდა, სიმაგრე ისეთი მიუვალი იყო ღრუბელი, რომ ფუძეს მიეღწევდა ციხეს შუბლზე ოფლის დიოდა. თემურმა როგორც იქნა დაადგინა მეფის ადგილსამყოფელი და ძამის ციხეს ალყა შემოარტყა. მეციხოვნეები ქვებისა და ძელის დაგორებით ებრძოდნენ მოალყეებს, ხოლო
აბდარ რაზაყ სამარყანდის ცნობით ჩაღათაელ მეომრებს სიცოცხლის წელზე გარჯა მონდომების ქამრის შემორტყმა დაშირდათ იერიშისას და საქმე იქამდე მივიდა თვით თემური გაუძღვა მათ მეფური იერიშითო. ლანგს ხომ სიმაგრეში ორი დაუძინებელი მტერი ეგულებოდა გიორგი მეფე და თავრიზის უფლისწული თაჰერ ჯალაირი. 7 დღიანი სისხლის ზღურის შემდეგ ციხე დაეცა, მაგრამ მეფემ ბრძოლით გაიკაფა გზა. უფლისწულით თან გაიყოლა და სავანეთის ციხისკენ გააჭენა ცხენი. ძამის ხეობაში მტერი მონასტრებს და მოსახლეობას დაერია. ერი და ბერი ერთ ადგილას შეკრიბეს და ქრისტიანობის დათმობას აიძულებდნენ. ტყვეებმა სარწმუნოებაზე უარის თქმას სიკვდილი არჩიეს. შარაფ-ად-დინი წერდა: ბევრი სისხლისგან, რომელიც შარიათის გადაწყვეტილებით დაანთხიეს, მიწის ზედაპირი ლალისფრად შეიღება. ერთმანეთზე დაყრილი გვამებისგან ველი მთად გადაიქცა და მის კალთებზე სისხლი ნაკადულებად მოედინებოდაო. თემური შემოსევების შემდეგ ბევრი სოფელი და ქალაქი აღარც აღმდგარა. აქ დღეს არც ციხე დგას და აღარც სოფელია. ამ ადგილს სახელი შემორჩა მხოლოდ სავანის უბანი. მაშინ აქაც სასტიკი ბრძოლა გამართულა სავანის ციხისთვის. მისი დაცემის შემდეგ გიორგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. თემურმა იმერეთში გადასვლა ვერ გაბედა და ქვიშხეთის გავლით მესხეთში შეიჭრა. ამ დიდი ბრძოლებისას თურმე საქართველოს იმდროინდელი დიდი მოღვაწე და მეომარი ქუცნამი რეჯიბი ქვიშხეთას შემთხვევით თემურლენგს გადააწყდა და თავში ხმალი ჩაარტყა. მართალია ვერ მოკლა, მაგრამ მუზარადი გააგდებინა. არ დაიბენა ქუცნა, ცხენიდან დასწვა მუზარადს გაიტაცა და დასავლეთ საქართველოში რაჭაში ერთ-ერთ დიდ სალოცავს მრავალწლის წმინდა გიორგის შესწირდა. მეცხეთს მრავალი ბოროტი მოაწია ლანგმა და მოსრა პირითა מחვილისათა სულნი მრავალნი დააქცივნა წმინდანი ეკლესიანი და დაწონა ცეცხლითა ყოველნივე შენობანი და წარიღო მრავალნი სახმარნი წმინდათა ეკლესიათანი. ვერაწინაღუთ გაათაბაგი ივანე და იუტოდა სიმაგრეთა შინა. მესხეთის მოთარეშების შემდეგ თემურს თრიალეთი გადმოულახავს და აი აქ რკონის მონასტერი დაურბევია. აი ეს კედლის პატარა წარწერა გვამცნობს, აქ ამოვიდა ლანგ დემურ, დააქცივნა ეკლესიანი და მონასტერიც რკონი დააქცივნა. მაშინ თემურლენგს ქვათახევის მონასტერის დაურბევია და გაუძარცვავს.
აქ მოღვაწე მონაზონი დედები, ბერები და მრევლი ტაძარში შეუმწყდებია და ცეცხლი შეუმთია. მისი ატაკს დღესაც ეტყობა მასზე დაფერფლილი ადამიანების კვალი. ხოლო 600 წლის შემდეგ აქ ისევ მონასტერია, ისევ წირო აღევლინება და პირჯვარს ვიწერთ ქართულად. არც ერთ მაჰმადიან დამპყრობელს მანამდე და მას შემდეგ არ გაუბედავს სვეტი ცხოველის ხელყოფა. ხეიბარმა მას გუმბათი მოანგრია და გაძარცვა. ცხეთიდან თემური არაგვის ხეობას შეესია და კვლავ მთიელთა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. ტყვეთ ვერავინ მოიხელთა. უკან გამობრუნებულმა სამხრეთისკენ გადაჭრა საქართველოს ტერიტორია და დაუდალაშქრა. ბოლოს ყოლას ველზე დააბანაკა თავისი ურდუები. მიუხედავად ასეთი დაჟინებული აოხრებისა, ლენგი ხვდებოდა, რომ ქართველთა წინააღმდეგობა ვერ გატეხა. სრული გადაშენების წინაშე მდგარი ქართველობა სამკვდრო სასიცოცხლო სამამულო ომს აწარმოებდა მის წინააღმდეგ. გააგრძელე საქართველოს ისტორია.